მსახიობს, რაც კიდევ უფრო გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო შეხვედრას. საგოლე გადაცემებში გიორგი არაბიძე ლიდერობს, გატანილ გოლებში კომნენ ანდრიჩი 6 გატანილი გოლით პირველ პოზიციაზე სწორედ სერბი ფორვარდი გახლავთ. აქ შეიძლება გაგრელებმა პირველივე წამებზე გახსნან ანგარიში და ეს ასეც ხდება, ძალიან საინტერესოდ იწყება დღევანდელი შეხვედრა. გატანილი გოლის ავტორი ხდება ილია სკრიპნიკი, ძალიან მოულოდნელად იწყება დღევანდელი შეხვედრა. რამდენად გაუძლებს, აი კიდევ ერთხელ განმეორებით შედარებით უფრო შორი ხედიდან, თუ რა მოხდა ამ ეპიზოდში, არასოდეს გადაცემა გაკეთდა ნადარაიას მხრიდან და ამით ისარგებლა იქ აქტიურ პრესინგს მიმართავდა პედრო ანტონიო ბორჯესი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული იყო ასევე წინა შეხვედრაში და ილიას გძლია ვისაუბროთ 26 გოლი აქვს გუნდს გატანილი და საუკეთესო შედეგია ამ წუთისთვის ეროვნულ ლიგაში. ნახოთ კომნენ ანდრიჩის მოქმედება, დეისაძე, ინარჩუნებენ გუნდს ქუთაისელები, მამუჩაშვილი, ისევ კომნენ ანდრიჩი, შეიძლება უკვე დარტყმა და რა ბურციგერიებს აქ ოლექსანდრ ვორობეი რა თავის გუნდს ხსნელა თითქოს მოაკლდა სიმწვავე შეტევას მას შემდეგ, რაც საჯარიმოს გარეთ აღმოჩნდა ბურთი, მაგრამ კომნენ ანდრიჩის ეს არაჩვეულებრივი უძლიერესი დარტყმა იყო შანსი იმისა, რომ წონასწორობა აღდგარიყო. ყოჩა ოლექსანდრ ვორობეის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე და ურთულესი ბურთი მოიგერია. მნიშვნელოვან დეტალებზე აწვის არაბიძე საჯარიმოში, გამოაქვს გაგრილებს, კლაუდინე იმითამაშა, გრძელდება იერიში, არაბიძე ახლა აწვის ბურთს საჯარიმოში, კომნენ ანდრიჩი გადარჩა გაგრა. ყოველ შემთხვევაში იქნება განთესლთა შორის და იმედია მეტოქეები არ იქნებიან რაღაც განსაკუთრებულად ძლიერნი. შიმიჩია შეტევაში დარტყმა ოლექსანდრ ვორობეი კიდევ ერთხელ ახერხებს ბურთის დაუყოლებას. პრინციპში იმდენად უკან არის დახეული გაგრა, რომ ეს სივრცეები რჩება საჯარიმოს მისადგომებთან და შეუძლიათ იგივე ცენტრალურ მცველებს წინა ეპიზოდში ითრაკსაც აღარ შეგაწყენთ, მაგრამ ფაქტია, რომ კარგი ტენდენციები რაც არის წესიდარიგით უნდა იქცეს წარმატების საწინდარად. ახლი კომნენ ანდრიჩი ახერხებს ამ ძალიან კარგი ჩაწოდების გოლად ქცევას. მე-7 გოლი სერბი ფორვარდის შესრულებით მიდიოდა ქუთაისის ტორპედო აქეთკენ. გოლის გატანა მოახერხა, შერიფის ჩაწოდება იყო გერმანელი ლეგიონერისა. შვენივად უშლიდა მას ხელს არსიჩი, მაგრამ მაინც შეძლო ეს ყოველი. საუბრობდი ამაზე, რომ მეორე სართულზე ქუთაისელები ძალიან კარგად გამოიყურებიან და კომნენ ანდრიჩმა აქ ძალიან კარგად იმოქმედა, ვერ შეუშალეს ხელი სერბ ფორვარდს და შვენივად იმოქმედა გამოცდილმა გამარჯვებები მათ შორის მომავალ ჩემპიონებთან და იგივე ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან ბოლო წლებში გორის დილასთან წინა ტურში მოახერხა გამარჯვების მოპოვება. მუჯირის გადაცემა და შესანიშნავი გოლი უმახვილესი კუთხიდან, წყინვალე გოლი გააქვს დავით მუჯირს. 1-2 გაგრა მე-20 წუთზე ისევ დაწინაურდა. რა მოხდა აქ არ იყო არანაირი თამაშგარე მდგომარეობა, ყველანი ველოდი ჩაწოდება, სადაც პედრო ანტონიო ბორჟესი და ილია სკრიპნიკი იყვნენ და ბურთი პირდაპირ წავიდა კარში და ჯერ მოხდა ძელს, მერე ფილიპ კლიაიჩს და ისე გავიდა ტორპედოს კარში. ასე რომ ძალიან მოულოდნელი იყო პირველი გოლიც, ეს მეორე გოლიც. ტორპედო ფლობს უპირატესობას, მაგრამ გოლები გაგრას უფრო მეტი გაქვს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ 20 წუთის განმავლობაში. ისევ 17 ქულა აქვს ცოცხალ წელში გაგრას და ერთ ქულაში უახლოვდება 21 წლამდელთა ნაკრებში. ტორპედოდან გამოძახებული არიან მოთამაშეები, დათო ბუკია და დიეგო დეისაძე. სახიფათო დარტყმა პედრო ბორჟესის შესრულებით. იძლებოდა მეორე გოლიც ქონდა ტორპედოს გატანილი. პედრო ანტონიო ბორჟესი აქ საერთოდ ტაიმის ბოლოს დაგრილთა შეტევის მოგერიება უწევს ქუთაისურ გუნდს. ბრაზილიელი მე-7 ნომერი, კარგი გადაცემა სკრიპნიკის დარტყმა. ფილიპ კლიაიჩი ევლინება თავის გუნდს. ხსნელა თორე გაგრა ორბურთიანი სხვაობით მოიგებდა. ეპიზოდი განმეორებით და ჩვენ გავდივართ შესვენებაზე. ილია სკრიპნიკი დუბლის შესრულებასთან იყო ახლოს. შევისვენოთ და მეორე ძალიან საინტერესო ტაიმის აღიბრუნებით პირდაპირ ეთერში რამა შენგელია სახელობის სტადიონიდან დროებით. გრძელდება ვანდერსონი ბურთი და არ არიან ცოტანი გაგრელები ახლა ამ კონტრიერისზე, თუმცა უდნავ შეყონდა ტემპი და აქ შეიძლება გავიდეს გოლი ანდრეიჩუკი. პრობლემად შესაძლოა იყო აქ თამაშგარე მდგომარეობა, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ტორპედოს მოუწევს ორმაგი ყურადღების გამოჩენა, ერთი მარტივი და გასაგები შეტევაში მაქსიმალური ყურადღება მომენტების რეალიზაციის კუთხით და საპირისპიროდ გადადის მამუჩაშვილი მოაწოდოს ეს კუთხური ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა. კიდევ ერთხელ განმეორებით გაიტანა კომნენ ანდრიჩმა თავით და ახლოს იყო დიეგო დეისაძეც თავით გოლის გატანასთან უკვე მეორე ტაიმში. შემოვიდა ამასობაში მოედანზე გაგრას არაბიძე. კარგი გადაცემა ოდნავ ძლიერი გამოვიდა ეს პასი კომნენ ანდრიჩი.
გუნდის გულშემატკივარი. ალბათ მამუშაშვილი შორიდან ასხლეტად და გადარჩა გაგრა. რა კარგი ეპიზოდი ჰქონდა ქუთაისის ტორპედოს ბოლო დასრულებამდე. 5-5.